მაგრამ რა ნიჭიერი. მე მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს, მადლობა შენ. კახა კანდელაკი კულტურის მინისტრის მოადგილე, მადლობა მობრძანებისთვის. ქალბატონი ნინო სობუცხვიკიძე ორგანიზატორი სახალხო კონცერტების და აგრეთვე ბატონი ნიკა გაბელია. სანამ თქვენ გითხავთ, მე უბრალოდ კახას მინდა ვუთხრა, პარასკევს ინგა გრიგოლიასთან რეაქციაში ძალიან სკანდალურად წარიმართა თემა, ვინ სადა როგორ იმღერებდა. იმედია საბოლოოდ გადაწყდა უკვე ეს ყველაფერი და უკვე გადაწყვეტილიო, მე მგონი თვითონ ყველა მიხვდა, რომ იქ რაღაც მე მგონი ზედმეტი იყო ეს ყველაფერი. ბატონი კახასგან გვინდა გავიგოთ არამარტო სიმღერების შესახებ, ყველა ღონისძიების შესახებ, რომელიც ქალაქში იქნება, კულტურის სამსახურიდან, სპორტის სამსახურიდან, ქალაქში, რესპუბლიკაში ვიცით, რომ ძალიან ბევრი რამ არის. პრობლემა მუსიკოსებისგანაც არ არის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ საქართველოს 12 ქალაქში იმართება პარალელურად 12 კონცერტი, აქ აპარატურის განათებით. მომღერალი ვართ, მეც გავიყვანე ჩემი თამამღერალი. მარტო მომღერალი, მე ვფიქრობ, ეხლა მარტო მომღერალი არ არის შოუ ბიზნესი. არის ინსტრუმენტალისტი, არის მოცეკვავე, ძალიან ბევრი სლენგ შოუ, როგორ ეს ad იქნება, აი ნიკას ვთითხოთ, ეს კონკრეტულად მისი არის. ეს უფრო ილუზიონისტის მხარეს არის. სადღაც დაკავებული არის 450 ესე ვთქვათ, შემსრულებელი, სხვადასხვა სტილის და 12 ქალაქში არის გადანაწილებული ეს ყველაფერი, ამიტომ სხვა ქალაქებიც ძალიან კარგი მსმენელი ცხოვრობს, ძალიან კარგი გემოვნება აქვს. პირიქით ვარსკვლავების ჩასვლა ჩვენი ლეგენდების, ასე ვთქვათ, ძალიან უხარიათ იგი და უფრო პრესტიჟულია მე მგონია ეგ როცა ვარსკვლავი ხარ პირიქით და ჩახვიდე, იმიტომ რომ ჩვენ ვარსკვლავებსაც უყვართ ბატონო კახა მე მგონი მე მგონი რაღაც არასწორი ის იყო რაღაც ინტერპრეტაცია იყო არასწორი რაღაცა თემა და ბოლოს მე დალაგებულიც იყო მანამდეც და ეხლა დალაგებული იყო ცოტა მე ვიხმაურეთ და ეხლა ისევ დალაგდა ვიხმაურეთ და მოკლედ იქ უბრალოდ რაღაცა პატარა ტექსტების გამო შეიძლება რაღაც ზოგი მაგალითად გაღიზიანდა, მაგრამ მე ბოლოს მგონი ყველაფერი კარგად. ანუ როგორც დაიგეგმა, ისე გრძელდება ყველაფერი, არავინ არსაც არ და ესეთი მასშტაბური მე მგონი არ მაქვს, რომ 12 ქალაქში ლაივი მიდიოდეს, იმიტომ რომ სცენების გავაგზავნეთ, გახმოვანება, განათება, ფეერვერკები, სულ ქალაქში კონცერტი იქნება. და მაგალითად თბილისში მუშაობთ მერიასთან ერთად, კულტურის სამინისტრო და სხვადასხვა ქალაქებში ადგილობრივ მთავრობებთან, იმიტომ რომ ეს მარტო კულტურის სამინისტრო ვერ მოერევა. სადღაც 1000 კაცამდე ემსახურება მთელ კონცერტს. ანუ სრული რეზერვის მობილიზაცია თუ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ზღოლი გჭირდება, იქ რა ვიცი, კატერინგია და ბევრი თემებია ძალიან ხმის რეჟისორები და ასე. არა, მართლა ძალიან ბევრი რამ ჭირდება კონცერტს, რომელსაც ჩვენ ამიტომ აი ზუსტად ამ ბევრი ხალხი ახალი წესღამის დასაქმებულია. ძალიან კარგი, მე სახლიდან ვუყურებ ამ ყველაფერს. მე ნიკა გაბელიას მინდა ვკითხო, ის გახლავთ მერიის განათლების, სპორტსა და ახალგაზრდულ საქმეთა სამოქალაქო სამსახურის თანამშრომელი. აი ამ კუთხით რა იქნება ახლა ეს ლინკ შოუ, ვიცი რომ კონკრეტულად თქვენი მიმართულებაა. თქვენ აღნიშნეთ ბატონო კახა, რომ ეს არის მასშტაბური და არის ისეთი რამ რაც არ გაკეთებულა აქვს. ჩვენც აუბით მხარი, ასე რომ ვთქვათ. თქვენ კონკრეტულად თბილის მომსახურებით კონკრეტულად რიგეს. ეს იქნება თუნდაც ავიღოთ ის ფაქტი, რომ საქართველოში იცოდით თუ არა ჰოკეის გუნდი ყავდა. არ იცოდით. ბალახ მეგობარი გრეცკი, იმიტომ რომ და სულ ვიცინოდით რომ გრატო დაარქვეს ქართულ ბიჭს გრეცკი ნუ ჰოკეისტი ამოხსენება და სულ სიცილიყო და აი ესეთი ლაივში მაგარი საყურებელი საკმაოდ საინტერესო იქნება ჰოკეის გვაყინულის. მოედანი რა თქმა უნდა გვაყინულის მოედანი რომელიც განთავსდება რიყეზე, კონკრეტულ ლოკაციაზე, რომელიც ადამიანი რომ მოვა შემდეგ ნახავს, იქ დაინახავს ესეთი თავისუფალი ადგილია. ნახავს როგორ თამაშობენ ქართველი მოთამაშეები, ქართველი ჰოკეისტები, თუ რა დონე არის მათი თამაშის მხრივ. არის როდიდან იქნება, მე ძალიან დამაინტერესა. დეკემბრიდან 7 იანვრამდე. ანუ მთელი 2 კვირა ღონისძიება იქნება თბილისში. იქნება ღონისძიებები. გადამულად იქნება ეს ყინულის მოედანზე ჰოკეის თამაში იქნება. ისინი თანახმანი არიან, რომ ესე ჩვენ წინასე ითამაშონ. ძალიან მოხარულები არიან, იმიტომ რომ აქამდე მათ ყურადღება არ ექცეოდა და ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა, რომ ჰოკეისტებსაც რაღაც გარკვეული წარმატებული გუნდია. წარმატებული გუნდი იქნება, როდესაც შესაძლებლობას შეუქმნიდა, როდესაც რაღაც კონკრეტულ გარემოებაში. ყინულზე კიდე რა მოხდება გარდა ჰოკეის? იქნება თავისთავად იქ ცეკვა, როგორც არის ფიგურული სერიალი, ჩვეულებრივი მოყვარულებს შეძლებათ რომ მიიტანოს სიგურია. შეგიძლიათ მობრძანდეთ ნებისმიერ დროს, როცა გარკვეული დრო იქნება ამის მე მაქვს სიგურები და მოვალოს. კი ბატონო, ისე როგორც ნიუ-იორკში. იქნება მობრძანდით ის რეალეთ. იქნება ძალიან ბევრი რა სხვა, რაც ეხლა რა თქმა უნდა ახალი წელი სიურპრიზებით არის დატვირთული. იტოვებთ რაღაცებს, რასაც ვერ გვეტყვით. მაგრამ ერთი რაც ვიცით 25-დან ძალიან ბევრი რამ გვერდის თბილისელებს საქართველოს მერე გავაგდოთ საუბარი. ნინუცა
შენ რა გაქვს ჩვენთვის სათქმელი? კულტურის სამსახური რას გვიმზადებს? კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ მერის სახელით მეძევა საშუალება ვილაპარაკო ამ ყველაფერზე. მოკლედ მოგახსენებთ, რომ შეგაწყინეთ თავი. პირველ რიგში 25-დან 7-მდე პირველი პრეცედენტია, რომ აი ამ დიდი 2 კვირის განმავლობაში, დიდი დროის განმავლობაში ჩვენ ათვისებული ვართ თითქმის ყველა დღე. მანამდე სანამ 25-ში გავხსნით ღონისძიება, ხვალინდელ დღეზე მინდა ვისაუბრო, ხვალ რიყის პარკში, 23 დეკემბერს, კი, შვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ ვთავთ მერთან ერთად, ბავშვებთან ერთად, მერთან და ბავშვებთან ერთად ვთავთ ნაცრისხეზე. მერის ბავშვებთან ერთად თუ ჩვენ ბავშვებთან ერთადაც? ხო, მერის თანამშრომლების, თვითონ ბატონი დავითის შვილებთან ერთად ალბათ და ყველა მსურველთან. ნაცრისხე ხა ჩარგეთ? ეხლა საიდან წამოვიდა იგი, ამაზე არ გესაუბრებ. გარდა იმისა, ძალიან პოზიტიურია თვითონ ეს ფაქტი, რომ ბავშვები თავის სახელობის სათამაშოს დაკიდებენ ნაცრისხეზე, ამის გარდა, როდესაც მოვერთეთ ეს რიყის პარკი, ილუმინაციებით ვერ შევფუთეთ ეს ნაცრისხეები, იმიტომ რომ ეს არის იმდენ ძვირადღირებული, ვერცხლისფერი ნაძვები ულამაზესი, რომელსაც დააზიანებდა. შესაბამისად მოვიფიქრეთ ესეთი პოზიტიური და თან მომგებიანი ბავშვებსაც გავახარებთ, დიდები დაბრუნდებიან ბავშვობაში და მოკეთ ძალიან კარგი იქნება. ანუ თვითონ მოიტანენ თუ თქვენ მიცემთ სათამაშოს? თვითონ უნდა მოიტანოს, თვითონ სათამაშო მაინც ბავშვებთან ერთად და ყველანი ერთად გავაკეთებთ. ისე პრინციპში ჩვენ მერიას მივბაძეთ და დღეს სახელმწიფო ძალიან იაფად გამოვედით, მოვაწყოთ სტუდია არჩევნები. კი. შეიძლება შეხედოთ როგორი ლამაზი გამოვდის ფერად. ბუხარი გვაქვს, წამოვიღეთ, ბუხარი არა გაქვთ იქ ალბათ და აი ჩვენ ბუხარს ლამაზი აღწევი ვასწავლეთ დღეს გავაკეთეთ. მადლობა. გარდა ამის ეს ცენტრალური ღონისძიება. ეს არის ხვალინდელი ღონისძიება და ცენტრალური ღონისძიებები უკვე სტარტს იღებს 25-დან. 25-ში ტრადიციულად აინთება ნაცრისხე პარლამენტის წინ, რომელიც არის მეირია ანთებს ბავშვებთან ერთად სანტა თოვლის ბაბა ყველანი მოკეთ საჩუქრები და ყველაფერი იქნება რაც ბავშვებს უხარიათ. 25-ის შემდეგ უკვე მთავარი ლოკაცია რიყის პარკი, რაც უკვე ნიკა მისაუბრა. რიყის პარკში ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახალხო ბაზრობა, რომელიც ადრეც იყო, თუმცა უფრო პატარა მასშტაბის, წელს იქნება ძალიან დიდი მასშტაბური, ძალიან ბევრი კომპანია მას ჩართული. აქ იქნება ძალიან ბევრი ტკბილეული, შოკოლადი, გლინტვეინი, კრეპები, მოკეთ ყველაფერი სახალხო სათამაშო. ამით უკვე ვეგანი ემზადება იმისთვის, რომ ჩვენ ჩაგვეტარებინოს ყველაფერი კარგად. ამის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველად ხდება ესეც, რომ ზოოპარკთან თანამშრომლობით მოვახერხეთ, რომ დროებითი პონების ვოლიერი მოვაწყოთ. ხის მესერით შემოფარულ ადგილზე იქნებიან პონები და რატო პონები და რატო რა ირმები, იმიტომ რომ პონები მარტივად ადაპტირდებიან სხვა გარემოში და აგრესიული არ არიან. ძალიან კარგი არის. შაშიში არ არის. არა, ხო. ეყოლება რა თქმა უნდა მოумნები, ვინც იზრებს მათ ჭამას მასე, ასე ვთქვათ და მოულის მათ. კარგი 2 კვირა გველის. კი, ამის გარდა კიდევ ერთი სიახლე 15 მეტრიანი დიდი თოვლის ბაბა, რომლის კონსტრუქცია უკვე დასრულდა, რომელიც 15 მეტრიანი. 15 მეტრიანი დაახლოებით მრავალსართულიანი ძაღლის ყელა არის, დიდი არის ძალიან უკვე დასრულდა. დაიდგა უკვე შადრევანთან რიყის პარკში, იქ იქნება ასევე მარხილი, ულამაზესი და ნამდვილი ნაცრისხეც გვექნება, მოკეთ ეს იქნება ყველა საყვარელი ადგილი ფოტოების გადასაღებად. ნამდვილი თოვლის ბაბუა, სურვილები და ხურჯინები. ესე იგი მაგაზე მინდა გესაუბროთ. ადრე იყო და ტრადიციას არ ვარღვევთ, აუცილებლად გვეყოლება ფუნიკულიარზე, იქ ელოდებიან ბავშვები, მაგრამ გვეყოლება აუცილებლად რიყეზეც და 2 კვირის განმავლობაში 25-დან შობა საღამოს ჩათვლით, ორივე ადგილზე ბავშვებს გაახარებენ და საჩუქრებს დაუყენებენ. რატო ბავშვი არ ვარ, ბატონო კახა. მე მაინც ბატონ კახას მინდა დავუბრუნდე. თბილისში ასე თუ ისე არის ხოლმე ღონისძიებები მეტნაკლებად და ერთობიან თბილისელები და სიმღერების და კონცერტების გარდა ვიცი რაღაც სიურპრიზები ჯადოსნოები. ეს სხვა ქალაქებში კიდე რა მოხდება? კიდე არა ქართველენოვანი შემსრულებლები ყავს, როგორც ვიცით. ну იქაც ეხა რეგიონებიდან ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ამ ქალაქებიდან მოთხოვნები ტურისტები უნდათ უფრო და ვისელოდებოდა იქაური მოსახლეობა და აი ამ ხრივ უკვე გადავანაწილეთ ეს მთელი ასე ვთქვათ შოუ ბიზნესის წარმომადგენლები და პლუს ამას დავამატებთ კიდევ ის რომ ადგილობრივი ანსამბლები გამოდიან თვითონ ძალიან ბევრი აი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა გამოდის იქ და ცოცხალი ბენდებიც გაუშვით ვინც ვთქვათ მანამდე არ მოიაზრებოდა იმიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ რომ სხვადასხვა მიმდინარეობის და სტილის მუსიკოსები გაგვეშვა და მე მგონი ძალიან ბევრი სიურპრიზებიც იქნება იქ ადგილზე უკვე თვითონ მუნიციპალიტეტები არიან ჩარეულები და ისინიც აკეთებენ რაღაცა პარალელურად წარმოვიდგინეთ 12 ქალაქში მიდის ესეთ დღესასწაული ლაივში ხარისხიანი მე ვფიქრობ და ძალიან ბევრ ახალ ვარსკვლავსაც დავინახავთ არსავს რომელიც აქამდე ახალგაზრდებით მონაწილეობენ ალბათ თბილისის დატვირთული არის ახალგაზრდებით ეს მართლაც თელ სოფლიოში ესე ხდება იმიტომ რომ როცა დიდი სახელი ხარ უკვე ისინი სხვაგან მიდიან თქვა იქ სოფლიოში და ახალგაზრდებს უთმობენ ხოლმე ესეთ ან ბუჩი და მოედანი ახალგაზრდები
გამოვიდეს და იმიტომ ესეც აკეთებენ დიდი მუსიკოსები და ჩვენებიც ალბათ მიბაძავებთ. მე მაინტერესებს ჩვენ დიდი მუსიკოსები საწავიდან გასტროლებზე, მამამდე კი გალა კონცერტზე მინდა გითხოთ რა იქნება კონკრეტულად. გალა კონცერტზე ვეცადეთ რომ ყველა გემოვნების მსმენელზე, იქ მოსულ ადამიანებზე გქონოდა აქცენტი გაკეთებული, შესაბამისად მთავარი მოქმედი პირი იქნება ისევ და ისევ მერის ბიგ ბენდი, რომელიც არის ძალიან საამაყო და გვემაყრებიან და ვცდილობთ რომ მათ პოპულარიზაცია გავუწევთ ჩვენვე. მერის ბიგ ბენდის მიერ იქნება არანჟირებული ძველი, მაგრამ ახლებად არანჟირებული სახალხო საშობაო ცნობილი ჰიტები. ქართული თუ არაქართული? ქართულიც არაქართული. ვეცადეთ რომ მაქსიმალურად პოპულარული, ქართულიც არაქართული, რომელსაც შეასრულებენ ცნობილი სოლისტები მათთან ერთად. ამის შემდეგ იქნება ნიუკამერები, ახალგაზრდა როკ ჯგუფი Loudspeakers-ი, არაჩვეულებრივი, რომელთაც თავისი ფანები ყავთ უკვე ძალიან მრავლად. შემდეგ იქნება გიო ხუციშვილის თავისი ახალი პროგრამა გიო და ბიჭები. და კი, და შემდეგ იქნებიან ის ცნობილი უცხოელი შემსრულებლები, რომელშიც დაგვეხმარება. ვინ არიან ეს უცხოელი შემსრულებლები, ბატონო კახა? ზოგი განსხვავებული სეტაპ, განსხვავებული სცენა იქნება, იმიტომ რომ ძალიან ადვილია, როცა ფონოგრამაზე აკეთებ კონცერტს, როცა წინა წლებში იყო, იმიტომ რომ იქ არ ჭირდება სპეციალური ეს გახმოვანება და ამდენი ინსტრუმენტი. ძალიან რთულია ხოლმე ტექნიკურად, ამიტომ დაიდგა ორი სცენა და ნონ-სტოპის რეჟიმში ამხელა ბენდები, როცა ერთი მღერის მეორე სცენა. ძალიან ეფექტური იქნება. ეს დიდ ფესტივალებზე არის ხოლმე და 100,000 კაცი მიდის და ამიტომ ჩვენ ესეთი სტილით წავედით, შევთავაზეთ მერიას და დაგვეთანხმენ და დავამატეთ ჩვენ ორი ძალიან მაგარი საერთაშორისო დონის ბენდები, იმდან გავითვალისწინეთ ბიუჯეტიც და სახელიც, იმდან დიდი სახელია საქართველოს და ნაკლები ბიუჯეტია ვიდრე სხვა სახელები, რომ ეს გამართდა მაგალითად ავსტრიული ჯგუფი მოყავს პაროსტელარი თავის ბენდით, რომელსაც მარტო თავის საიტზე 50,000 თბილისელი ფანი ყავს, მაგრამ მილიონების 50. ისე მგონია რომ ეს პრომოუშენის კონცერტის დაგეგმვის ამბავშია. მოგწერა ეს თელი მონაცემები, 6-კაციანი ბენდია, მოყავთ თავისი VJ, ასე ვთქვათ, ეკრანებზე ვიზუალური გამონათებლები, 4 ხმის რეჟისორი და ძალიან დიდი პროდიუსერი მოყვება, ვისიც არის ესეთი დიდი სახელები და ახალგაზრდებს ქართულებს მოусვენ შეიძლება იმდენად მოეწონოს და შემდეგ იმათაც ამის გარდა კიდე მეორე ინგლისური ჯგუფი არის ეს Grusonics, რომელიც არის დაკომპლექტებული ესეთი ლეგენდარული მილიონიანი ბენდი ჯემი როკვაის წევრებისგან და მოყავთ შონ ვილიამს, ეს არის ინგლისში X Factor-ის გამარჯვებული და ესეთი სერიოზული ღამე გვერდს. ძალიან რავალხე ნებისმიერ თაობაზე მორგებული, ნებისმიერ სტილზე, ნებისმიერ დემონებაზე და საერთოდ უფასოდ და არის ფასიანი კონცერტები სხვადასხვა კლუბებში და მე მგონი თელ საქართველოში ესეთი ამბავი არ ყოფილა. ამას გარდა მე როგორც ვიცი ილუზიონისტები გეყოლებათ, რომლებიც ახლა ჩვენ სტუდიაში არიან და გადაცემის ბოლოს მე მინდა ისინი მოვიწვიოს სტუდიაში ბატონი როსტომ ყაველაშვილი ეს ყოფილა და ის იყო მისი ნათესავი ლუკა. ბოდიში ლუკას, ილუზიონისტი ირაკლი სალარიძე? სარალიძე, როგორც მას. გრიზლი მომძანი. გამარჯობა. გრიზლი იმედია მივხვდი რომელიც არის. პირდაპირ. რაღაცა დოლარები მოიტანეს. ოქროს ფარგმენტი წარმოქმნილი რასაც საფეხბურთო პერიოდში. დიახ. სუფულები დაგუბედებოდეს გამრავლებით. ოქროს ფულები. ოქროს ფულები. კარტები. ტუზი, 4-იანი. არა, ფული არის, დიახ. ალბათ ეს. საწაიღე ფული. ორახები. მერის ბიუჯეტიდან ფული გაქვს რა. ესეც ასე. გუბრუნეთ ახლა შეგვარწმენა. ნახე რა ნერჩება. ვა, ბრავო. ეს პროექტი ნაწილი. ვასაკა ხელშივა გააცამტვე რა. სხვათაშორის მე მინდა ვიამაყო რომ ეს მეც გამიკეთებია ბათ. მეც მაგის ფრენა. ბრავო კი. აბა გაგაფრენინე. მაგინა შეიძლება მინახავ სიმართლეებს. ერთი ორი ახალი წელი. ყველა გავაფრენ. ასე. ბრავო. ის მოწონი მეგობარი. საკეთ გადმოვიდა. და ორი წუთი გვაქვს სულ. ორი წუთი. აი კი ბატონო მოვასწრე. მოდი მან მაშინ რადგან ორი წუთი გვაქვს დავიმძლავრდეთ. მოდი. დავიმძლავრდეთ. თუ არ გავაფრენ წელს. სხვა რაღაცაზე. აი ჩამოვყრე. და როცა იტყვის. კაი. ბოლოს ჩამოვარდნილი კარტი იქნება დამაჯვარი. არ მგონია.
ემკამერას. მოდი, თუ არ იქნება დამაჯვარი, მაშინ რასაც მეტყვი იმას ვწავ. კაი. მაგრამ თუ იქნება დამაჯვარი, მაშინ თელი დანარჩენი გადაცემები უნდა წაიყვანო ფერსენტკარმა. დავუწყო. აუ მინდა ეგ გააკეთე. კაი, ეგ მომეწონა. კაი. ხო, როცა გინდა. სტოპ. აქ. სტოპ. შანს გაძლო რომ გადაიფიქრო. სტოპ მეთქი. სტოპ, არ გადაიფიქრო. არა. მინიშნებას მოგცემ. სტოპ. სტოპ. კი. მინიშნებას მოგცემ მაშინ. დასფიცავ რომ ეს დამაჯვარია. არ მგონია. არა გონია, როგორ ანიკო ადექი ვერზე მე მჯერა. მანახე. ილუზიონისტის. სოფიკო მე დღეიდან აი სულ აი ასე უნდა როგორც დაჭდები. პატარა შანს მოგცემ. აი დამაჯვარს ავიღებ, დანარჩენ კარს დავაყრე, თიც გავაწყაპუნებ და რა ხდება იცი? ზემოთ. არის უკვე ზევით. მაინც ფეხზე დგომაგიწევს, არაფერი არ გიშველეს. გასკაპუნებაზე რეალურად ხდება უფრო დიდი ჯადოქრობა. სასწაული. უფრო დიდი სასწაული. მთელი დასტა. გადაიქცევა დამაჯვარება? მე მართლა დამაჯვარია. სულ ბატიში შეშა. ბრავო. მაგრამ კიდევ ერთი მაგრამ. ხო უნდა გაგიშლეს შენ იუზი იმის რომ შეგიძლია ჩვენს საკარტი ვიდრე დამაჯვარი. ამიტომ ვიღებთ დამაჯვარს. და ამ დასტაში ყველა კარგი ხდება სხვადასხვა. გაოცებული ვარ და ესე გაოცებული მინდა გაოცებულმა მადლობა მოგიხადეთ მომბრძანებისთვის ახალ წელს ხელდობეთ 25-დან 2 კვირის განმავლობაში ყველა უბანში გელით არ ყველა უბანში არ მოვისწრებთ მე კიდე გიძულები ასეთი ჯადოსნური გქონდეთ ახალი წლის ღამე.